მოგესალმებით, მედეფემის ეთერშია FM ფარმაცია გვანცე ჯვარძესთან ერთად. მე მთელი კვირა ვემზადები თქვენთან შესახვედრად, ჩემი მიზანი ხომ თქვენი სწორი ინფორმირება იმ აქტიურ თემებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აღელვებს. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემას, დღევანდელი გადაცემა დააინტერესებთ ქალბატონებს და არა მარტო. ფიქრობ ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ზედმეტი ცხიმის მოცილება, ანუ წონაში დაკლება. გარეთ ძალიან კარგი ამინდია, ვიმედოვნებ განწყობაც შესაბამისი გაქვთ. ფიქრობ საუკეთესო დღეა თქვენი შთაგონებისთვის, როგორც წეღან ვახსენე ზედმეტი ცხიმის მოცილებისთვის. დიახ, თქვენ უნდა გაანალიზოთ, რომ არაფერს არ იკლებთ, თქვენ მას იცილებთ. ამ და სხვა ფსიქოლოგიურ და არა მარტო ფსიქოლოგიურ რჩევებზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. და მაინც ვიქნები დღეს სუბიექტური და ქალბატონებს მიუმართავ, რომლებიც აქტიურობენ ჩვენს Facebook-ის გვერდზე MedFM 100-სა და 3-ზე, რომ დღეს საკმაოდ საინტერესო, განხილვადი და ინფორმაციით დატვირთული ეთერი გელოდებათ. თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის ცენტრი N-Medic's ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი უპასუხებს. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ისმის ჩემი ხმა. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისათვის. ფიქრობ, დღევანდელი ჩვენი ეთერი საინტერესო იქნება ქალბატონებისათვის განსაკუთრებით. ქალბატონი ნინო, საინტერესო არის ალბათ ყველასთვის, რა იწვევს ცხიმს, რით ჩნდება იგი? მოდით უშუალოდ სანამ ვისაუბრებთ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზების, მისი განვითარების მექანიზმის შესახებ, დავანახოთ ჩვენს მსმენელს პრობლემის აქტუალობა. დღეს სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ შემაშფოთებელია, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თითქმის ყოველი მესამე მოზრდილი, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი დღეს მსოფლიოში მსუქანია. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. პრობლემა აქტუალურია და მონაცემები მზარდია. შესაბამისად, დღეს პირველ რიგში ენდოკრინოლოგები და ზოგადად ყველა პროფილის წარმომადგენლები თანხმდებით ერთ აზრზე, უნდა ვიბრძოლოთ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ეხლა რაც შეეხება თავად სიმსუქნეს, ეს არის ჰეტეროგენული დაავადება, რომელიც გამოხატულია ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგებით. უმეტესად ეს არის გალიფეს ზონა, ეს არის მუცლისმიერი სიმსუქნე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპები, მამაკაცებისათვის დამახასიათებელია, ვისცერალური ტიპი, ქალბატონებისათვის უმეტესად ეს არის თეძოს ძირითადად ადგილი, სადაც არის ლოკალიზებული ცხიმი. ზოგადად ცხიმოვანი ქსოვილი შედგება ცხიმოვანი უჯრედებისაგან, ადიპოციტებისაგან და მინდა გითხრათ, რომ მას რა თქმა უნდა სასარგებლო ფუნქციაც გააჩნია, კერძოდ ის არის ჩვენი ენერგიის დეპო. თუმცა, როდესაც ჩვენი ცხოვრების რიტმი არის დარღვეული, კერძოდ ეს არის კვებითი რეჟიმის დარღვევა, ფიზიკური აქტივობის შენელება, შემდეგ უკვე ხდება ცხიმოვანი ცვლის დარღვევებიც, რასაც მივყავართ როგორც სიმსუქნის გარკვეულ ეტაპებამდე, ასევე ადგილობრივად ხდება ცხიმოვანი ცვლის მოშლა და უკვე ცელულიტის ჩამოყალიბება, რომელიც ასევე ცალკე თემაა. რაც შეეხება თავად სიმსუქნის ხარისხებს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად მისი გამოვლენა ტიპიურად ეს ჩვენმა პაციენტებმაც უკვე ძალიან კარგად იცის, თუ როგორ ხდება ხარისხების განსაზღვრა, მარტივად კილოგრამი შეფარდება მეტრ კვადრატთან, ეს არის სხეულის მასის ინდექსი და ჩვენ შეგვიძლია უკვე განსაზღვროთ, რომელი ხარისხის არის სიმსუქნე, ეს არის მსუბუქი ხარისხის, საშუალოზე მძიმე და უკვე ბოლოს ჭარბი წონა, რომელიც უბრალოდ უკვე მძიმე ხარისხის სიმსუქნე, როდესაც მხოლოდ ოპერაციაზეა საუბარი და გამოსავალი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბარიატრიული გზით ოპერაციული ჩარევა. დიახ, ჩვენ ამ თემებს აუცილებლად თითოეულს განვიხილავთ ცოტა მოგვიანებით. იქამდე რატომ ჩდება ზედმეტი ცხიმი იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად გვსურს და რატომ ხდება ყველაზე გვიან ეს პრობლემური ზონები? კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით თემას. არასრულფასოვანი კვებითი რეჟიმი განაპირობებს ცხიმოვანი ცვლის ადგილობრივ მოშლილობას. ანუ ირღვევა მიკროცირკულაცია კანში, ლიმფური სადინრები, კაპილარები, სისხლ მიმოქცევის დარღვევის შედეგად ზოგადად ხდება ცხიმოვანი უჯრედების, ანუ მოლეკულურ დონეზე ხდება ცხიმოვანი ცვლის მოშლა. ეს განაპირობებს უკვე აი ამ ცვლის პროდუქტების გადაადგილება არ ხდება და გამოყოფა არ ხდება
იზრდება სადინრების მეშვეობის შესაბამისად უკვე იწყება ადგილობრივად ცელულიტის ჩამოყალიბება და თავის მხრივ გამოყოფენ ცელულიტის 4 სტადიას. მოდით უფრო ამ თემას გავშლი, რადგანაც კითხვები უმეტესად ამ მიმართულებით არის. ძირითადად ის როგორც ფორთოხლის ქერქი ფორთოხლის კანს ესე იცნობენ ხოლმე ჩვენი პაციენტები და კიდევ ერთხელ ვამბობ მისი უმთავრესი მექანიზმი მისი განვითარების ეს არის ცხიმოვან ქსოვილში დისტროფიული პროცესები და საინტერესოა ცხიმოვანი ცელულიტი გვხვდება როგორც ჭარბწონიან ასევე ნორმოსთენიულ პაციენტებში არ არის ეს შეჭიდული მხოლოდ წონასთან მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები უკავშირდება ენდოკრინულ დარღვევებს ძირითად ჰორმონებთან არის დაკავშირებული რასაც მოყვება ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიები. ასევე ისევ დაუბრუნდები სტადიებს, ანუ პირველი სტადია ეს არის ყველაზე გავრცელებული. რეალურად პირველი და მეორე სტადია შესამჩნევი შესაძლებელია არც იყოს. ან თუ კი შეამჩნევს პაციენტი, აქ ამ შემთხვევაში ანტიცელულიტური კრემებით გარკვეულ შედეგს გვაძლევს. თუ კი მოვაწესრიგებთ კვებით რეჟიმს და პლუს ამას ფიზიკურ აქტივობას. მესამე და მეოთხე სტადია უკვე კარგად გამოხატულია. ჩნდება ესეთი მიკრო ნოდულები, ამ ეტაპზე სხეულზე შეიმჩნევა მცირე ზომის კვანძოვანი სიმკვრივეები. ლიმფური სისტემის მეშვეობით ორგანიზმის ბუნებრივი წმენდის პროცესი არის დარღვეული. სითხე აწვება სისხლძარღვებს, ჟანგბადი ცხიმოვან ქსოვილს ცუდად მიეწოდება და ვითარდება უკვე ფიბროზული ნადებები. უფრო მარტივად რო ვთქვათ, იცვლის კიდევ ერთხელ ვამბობ თავის შეხედულებას და ეს კანზე აისახება თითქოს კორძების სახით. აი უკვე მეოთხე სტადიაზე ჩნდება მაკრონოდულები, უფრო მკვეთრად გამოხატული კვანძოვანი სიმკვრივეები, კანი უფრო ცივი, უფერულია, დაჰკრავს სილურჯე. ალბათ რამოდენიმე ჩემი პაციენტი თავად მაჩვენებს ხოლმე ფოტოებს, რომელიც არის საკმაოდ გავრცელებული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პაციენტების 80%-ში ეს ბოლო სტადია არც არის გამოვლენილი, თუმცა აი თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს იგივე ინტერნეტის მეშვეობით ნახავთ, საკმაოდ კარგად არის გამოხატული ეს ფოტოები, სადაც არის ქალბატონები ძირთად ბარძაყის და გალიფის ზონაზე ჩანს ესეთი კვანძები, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვამბობ ციანოზური, ეს უკვე მეოთხე სტადია და არის მტკივნეული. აი პაციენტს თუ კი ხელი შეხებაზეც უკვე ტკივა, ეს უკვე არის სკლეროზი, ბოლო ეტაპი არის სკლეროზი. გასაგებია. ერთ კითხვას დაგისმევთ და უკვე რეკლამის დრო არის. აი შეუმჩნეველი ცელულიტებიც ხომ არსებობს. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც იძახს ხელს რომ მოვუჭერ კანს, შემდეგ რაღაც ნაჩვრეტები ვით ჩნდება. ისე არ აქვს, ანუ ვერ შეამჩნევს ადამიანი რომ მას აქვს ცელულიტი, მაგრამ ხელის მოჭერის შემდეგ ემჩნევა. კი ბატონო, ეს არის ძირითადად პროცენტული მაჩვენებლებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და შეიძლება ითქვას, უფრო ადვილად ექვემდებარება მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში ცელულიტის სამკურნალოდ აუცილებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მხოლოდ გარეგნულად ანტიცელულიტური მასაჟი ან დაუშვათ ანტიცელულიტური კრემები არ არის გამოსავალი. აუცილებელია კვებითი რეჟიმის მოწესრიგება, ძილის მოწესრიგება და ჰორმონალური კვლევების ჩატარება. ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია და განსაზღვრა იმისა, თუ რა არის ცელულიტის განვითარების შინაგანი რგოლი. რომელი ენდოკრინული ორგანოდან მოდის ესა თუ ის პათოლოგია. მაგალითად, მინდა ჩამოვთვალო კიდევ ერთხელ თუ რომელი ორგანოთა სისტემები გვაძლევს ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით ცელულიტის განვითარების მექანიზმში ერთ-ერთ მთავარ როლს. ესეთია ფარისებრი ჯირკვალი, კერძოდ, როდესაც არის მისი ჰიპოფუნქცია, ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირეოზი. დღეს უკვე ძალიან კარგად იცის ჩვენმა პაციენტმა რას გულისხმობს ჰიპოთირეოზი. რაც მოგეხსენებათ თიროქსინი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს, ახდენს გავლენას ყველა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაზე. როდესაც არის თიროქსინის დეფიციტი ორგანიზმში, შესაბამისად ხდება ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელება. რასაც თან მოყვება მეტაბოლური ცვლის ტემპის შენელება თავისთავად და სწორედ ეს არის ის გზა, რომელსაც მივყავართ ადგილობრივი თუნდაც ცირკულაციის მოშლილობამდე და ცელულიტის განვითარებამდე. ეს რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის გავლენას. დიახ. დანარჩენ თემებს ჩვენ აუცილებლად ვრცლად ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, სულ მალე საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად დავბრუნდებით.
მედეფემ 103 დაბრუნდა ეთერშია ეთერშია FM ფარმაცია უკაცრავად ჩვენ საუბრობთ წონის კორექციაზე დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის ცენტრი N-Medic's ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი ქალბატონო ნინო ჩვენ საუბრობდით სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე დავუბრუნდეთ ამ საკითხს და განავცეთ თქვენ Volot endokrinul organoებზე, რომელიც ახდენს გავლენას სიმსუქნის როგორც დაავადების ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება სიმსუქნის მიზეზებზე, რა თქმა უნდა, მოდით ესე ჩამოვთვალოთ გენეტიკურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მეორე ეს არის ალიმენტური ფაქტორი, ანუ კვებითი ფაქტორი. მესამე ეს გახლავთ ცხოვრების წესი, ჰიპოდინამია, როდესაც პაციენტს უწევს ძირითადად მჯდომარე ცხოვრების წესით მუშაობა, მთელი დღის განმავლობაში ის ვერ იტვირთება ფიზიკურად და დავუბრუნდეთ მეოთხე ეს არის შინაგანი მიზეზები, ანუ დამოუკიდებლად ზემოთ აღნიშნული მიზეზებისა არსებობს შინაგანი მიზეზები, როდესაც პაციენტი დაუშვათ ვარჯიშობს, ცურავს, თუ ცეკვავს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, იტვირთება ფიზიკურად, სრულფასოვნად იკვებება, თუმცა მაინც არ იკლებს წონაში. ესეთი პაციენტები ჩვენ არაერთხელ გვსმენია, ხო? აი ყველაფერს ვაკეთებ ექიმო, მაგრამ ვერ ვიკლებ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შინაგანი გამოკვლევების ჩატარება. როგორც უკვე ჩვენ წინა ბლოკში ვისაუბრეთ, ფარისებრ ჯირკვალს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ნივთიერებათა ცვლის ტემპის განსაზღვრისათვის და ჰორმონ თიროქსინს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ნახშირწყლოვანი ცვლა, კერძოდ განსაზღვროთ უზმოთ გლუკოზა, ინსულინი, მათი კონცენტრაცია. ხდება თუ არა სათანადოდ გლუკოზის უტილიზაცია, ანუ დაშლა, მისი მოხმარება ჩვენი ორგანიზმის მიერ. აი ამ რუტინული კვლევებით ჩვენ დაახლოებით წარმოდგენას ვიქონიებთ თუ რა ხდება ორგანიზმში და როდესაც უკვე მივიღებთ ამ კვლევის შედეგებს, ჩვენ უკვე ინდივიდუალურად ვუდგებით კონკრეტულ პაციენტს და ერთად გეგმავთ როგორი უნდა იყოს დატვირთვის რეჟიმი და როგორი უნდა იყოს კონკრეტულად მის შემთხვევაში კვებითი რეჟიმი. ასეთი კომპლექსური მიდგომა როგორც წესი გვაძლევს შედეგს და ბოლო რეკომენდაციებით ეს იქნება ამერიკის თუ ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, ნუტრიციოლოგთა საზოგადოება, სწორედ ასეთი ასე რომ ვთქვათ, აი ასეთი მიმართულებით გვაძლევს რეკომენდაციებს, რომელიც რეალურად იძლევა შედეგს. აი, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვა, თქვენთან მოსულ პაციენტებს პირველ რიგში, ანუ რას ავალებთ, სწორედ როგორც წეღან ახსენეთ ამ გამოკვლევის ჩატარებას, ანუ ანალიზს იღებს ადამიანი პირველ რიგში. იცით, როდესაც პირველ ეტაპზე უკვე ჩვენ შევკრებთ ანამნეზს, რომელიც მოიცავს საკმაოდ დიდ დროს და დეტალურად განვიხილავთ პაციენტის ისტორიას, მას შემდეგ უკვე ვწყვიტავთ კონკრეტულად რომელი, ანუ ჩივილებიდან გამომდინარე პაციენტი რას უჩივის, ჩვენ საზღვრავთ უკვე რომელი კვლევა ჭირდება. ანუ ესე არ არის დაუშვათ ჩამოვწეროთ მთელი წყება ჰორმონალური კვლევები, მოგეხსენებათ დღეს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან უჭირთ ჩვენს პაციენტებს სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. ყველა ჰორმონალური კვლევა. ამიტომ ჩვენ მინდა გითხრათ, რომ გვიწევს ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ბევრი ფიქრი, მინიმალური ანალიზებით გავხსნათ აი ეს შინაგანი დავუშვათ სურათი, აი რამოდენიმე კვლევით წარმოდგენა ვიქონიოთ რა ხდება ორგანიზმში, რომ შემდეგ უფრო მარტივი იყოს და შეიძლება ითქვას ეს არის მართებული გზა. აი თუ კი პაციენტი წამოყვება ასეთ შემთხვევაში, ეს გზა როგორც წესი გვაძლევს შედეგს. სწორედ აი ხლა ეს კითხვა ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება. თქვენთან მოსული პაციენტები ალბათ იყოფიან წონით კატეგორიებად და განსხვავდება თუ არა მათი მკურნალობის მეთოდები. ან დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავდება, მაგრამ სმენელს რომ განვუმარტოთ. კი ბატონო. ну, როდესაც გვაქვს მსუბუქი ხარისხის სიმსუქნე, ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი პაციენტს აქვს გამოხატული რაიმე ჩივილი, ლაბორატორიული კვლევის შემდეგ უკვე საზღვრავთ, რამდენად მკაცრი იქნება მის შემთხვევაში კვებითი რეჟიმის შერჩევა.
რა თქმა უნდა, როდესაც პრობლემის ხარისხი ნაკლებია, შედეგიც უფრო მალე დგება. თუმცა თითქმის ყველა პაციენტი, რომელიც მომართავს, აქვს მხოლოდ ერთი კითხვა: რამდენ ხანში, რამდენ კილოგრამს დავიკლებ? მე დავუშვათ, ჩემი სურვილი იქნება ერთ თვეში დავიკლო 5 კილოგრამი, 6 კილოგრამი, ან რაღაც კონკრეტული ციფრები აქვს, რაც ძალიან არასწორია ესეთი მიდგომა, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ კლება. ჩვენ ენდოკრინოლოგები ამ საკითხს უყურებთ როგორც დაავადებას. მართალია პაციენტს მხოლოდ ესთეტიური მხარე ანაღლებს პირველ რიგში, თუმცა მე ამ შემთხვევაში როგორც ექიმს მანაღლებს მისი შინაგანი მდგომარეობა პირველ რიგში. შემდგომ უკვე ესთეტიური მხარე. აი ორივე ფაქტორის გათვალისწინებით ვადგენთ ინდივიდუალურ რეჟიმს, ხო? ეს იქნება კვებითი, ფიზიკური აქტივობის თუ უკვე მკურნალობა. თუ დარღვევა იქნა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ხარისხის სიმსუქნეა, პირველი, მეორე თუ მესამე. თუ კი დარღვევა იქნა, ერთპიროვნულად ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. თქვენ შეეხეთ ახლა ინდივიდუალურ კვების რეჟიმს, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რამდენად სწორია ქმედება საკვები რაციონიდან ადამიანები იღებენ ტკბილეულს, ცომეულს, ცხიმიანს და დანარჩენი უკვე დროს მიენდობიან ხოლმე რაღაცა წონის კორექცია თავისით უნდა მოვიდეს გონიათ და თავისით ჩადგება ყველაფერი მწყობრში. რამდენად სწორია მხოლოდ ტკბილეულის და ცომეულის ამოღება და თქვათ არ იტვირთავენ თავს არც ვარჯიშით, არ მოდიან თუნდაც სპეციალისტთან რომ გამოიკვლიონ რა სჭირდებათ. ინდივიდუალურია ეს თუ ან უნივერსალურია? საინტერესო კითხვა. იცით, ზოგადად ტკბილეულის ამოღება და ნახშირწყლოვანი მარტივი ნახშირწყლების ამოღება ცომეულის რა თქმა უნდა სასურველია. მოდით ახლა ეს გადავუხვიოთ, აი თუნდაც გუშინ წინ შეხვდა მეზობელი, რომელმაც მითხრა, რომ აი ჩემმა მამამთილმა მხოლოდ პურეული და ტკბილეული ამოიღო და მან 20 კილოგრამი დაიკლო. წარმოიდგინეთ. აი ესე ინდივიდუალურად რეაგირებს ორგანიზმი. თუმცა მე პირადად ხელმძღვანელობ იგივე მეიოს კლინიკა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია და ამერიკის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს. მოგვეწოდა საკმაოდ კარგი მიდგომა კვებით რეჟიმთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ამერიკელები ყველაფერს ამარტივებენ. ესეთი ცხოვრების რიტმი გვაქვს 21 საუკუნეა, ყველანი დაკავებულები ვართ. შესაბამისად გვჭირდება რაც შეიძლება მარტივი და კომფორტული გზა იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომ მე პირადად ყოველთვის ვურჩევ ჩემს პაციენტებს არა კონკრეტულად გაწერილ დიეტას, ზოგს მაგალითად ურჩევნია დაუწერო ამ საათზე ეს დავუშვათ ამ საათზე კონკრეტული პროდუქტი. აი მართებულია ზუსტად ეს დიეტის დაცვა. იცით როგორ არის? კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მაგალითად უფრო რთულია და მეტ დროს მოიცავს, როდესაც მე ვუხსნი, ანუ ეს არ არის მხოლოდ კონსულტაცია, ეს არის როგორც ტრეინინგი პაციენტთან. ეს არის პროგრამა, რომელიც ვთარგმნე მე ქართული ადაპტირებული ვერსია გავაკეთე და მას ვიყენებ დაახლოებით 1 წელია უკვე ჩემს პაციენტებთან, აი მეიოს კლინიკის პროგრამას. მინდა გითხრათ, რომ პაციენტები, რომლებიც წამომღვა, ჩვენ მივიღეთ ჯანმრთელი კლების გრადაცია. აი ესე გეტყვით აქვე რომ არ გამოგრჩეს ეს საკითხი რა, კილოგრამი უნდა დავიკლო. დავუშვათ რა ვადებში. ანუ სასურველია პირველი თვე 4 კილოგრამი, მეორე თვე დაახლოებით 2 კილოგრამი, ერთი ტირე 2 კილოგრამი, მესამე თვე 1.5, მეოთხე თვე 1 კილოგრამი. ჩვენ ეს არის ჯანმრთელი კლება. დიახ. ეს არის სწორი გზა. და არა პირიქით, როგორც ჩვენ გონია. არავითარ შემთხვევაში პირველი თვე ხდება გაუწყლოება, ანუ ორგანიზმიდან წყალი გამოდის და რა თქმა უნდა ეს გვახარებს დავიკელი წონაში. ეს არ არის სწორი მიდგომა. პაციენტები, რომლებიც სწორედ ესეთი გრადაციით იქლებენ, აი დავუშვათ მე მყავს გარკვეული სამაგალითო პაციენტები, რომელსაც ხშირად მაგალითად მომყავს ხოლმე. იცით ძალიან მარტივად ცოტა ინტელექტი გჭირდება პირველ ეტაპზე, რომ აი პროგრამაში გავერკვეთ. რას გულისხმობს ეს პროგრამა? ეს არის ჩემგან, ანუ ხდება დეტალურად ახსნა, რა არის ნახშირწყლები პურეული, რა არის ცილა, რომელ პროდუქტებშია ცილა და როგორი პრინციპით უნდა მიიღოს პაციენტმა ეს პროდუქტები. აი მაგალითად გვაქვს ესეთი თეფშის პრინციპი, ხო? ანუ სადაც არ უნდა მოხვდეთ თქვენ. ეს იქნება დაბადების დღე, ეს იქნება სახლში იქნებით თუ კაფეში იქნებით, თქვენ გაქვთ გონებაში ესეთი თეფშის პრინციპი. ანუ თხელი თეფშის 30% თუ კი იქნება ნახშირწყლები, ანუ პურეული ჯგუფი, ხოლო 70% თუ კი იქნება ცილა, ესეთი გადანაწილებით თქვენი წონაში მატება არ ხდება. პირიქით, ეს არის ჯანმრთელი კვების, ასე რომ ვთქვათ, ფორმულა. მაგალითად, კიდევ ერთხელ ვშიფრავ, რატომღაც ცილა ყოველთვის ასოცირდება მხოლოდ კვერცხის ცილასთან. ანუ
ავიღეთ 30%. რძის პროდუქტები იგივე. აი ხა ჩამოვთვლი ხო თუ საინტერესო იქნება თქვენ. კი, რა თქმა უნდა. 30% რა შეიძლება იყოს თეფშის 30%. დაუშვათ ერთი ნაჭერი ჭვავის პური. თუ ჭვავის პური არა გვაქვს, რომელიმე ფაფა, დაუშვათ ეს იქნება წიწიბურა. უკაცრავად პურთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, არის სხვაობა შავ პურსა და თეთრ პურს შორის და არსებობს კიდევ ესეთი შავი შეფერილობის პურები, რომელსაც ეწირა დიეტური და ანუ ცოტა დამაბნეველი ადამიანისთვის იბნევა ადამიანი. შავი პური არის, თეთრი პური არის და შავი პური ოღონდ დიეტური. აი რა ხდება? რუხი პური. საშუალო ვარიანტი რუხი პური. პურის ამოღება ზოგადად დიეტების დროს არ არის სასურველი. მე კონკრეტულად ჩემს პაციენტებს არ ურჩევ, პური ჩვენი არსობისა. ისეა, პური შეიცავს ბეჯგუფის ვიტამინს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი კაცრი, ანუ შეზღუდვის რეჟიმია, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ნაჭერს ტოვებ, ანუ ერთ ერთეულს დღეში. თუ კი არის შედარებით, ანუ პირველი ეტაპია შედარებით კაცრი ვარიანტი 1 თვე რეჟიმისა, ხოლო მეორე შემანარჩუნებელი და ეს შემანარჩუნებელი გრძელდება შეიძლება 6 თვე. ეხლა რა შეიძლება ისევ თეფშს დაუბრუნდები, ხო? ანუ 30% დაუშვათ, ეს შეიძლება იყოს ან ერთი ნაჭერი ჭვავის პური, ან დაუშვათ წიწიბურა თეფშის 30 ან 40%, ხო? ან შეიძლება იყოს თუნდაც კარტოფილის პიურე, რატომღაც პიურე მცენარეულ პროდუქტებში ასოცირდება, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული უკვე ნახშირწყლებშია. აი ეს არ ვიცოდი. დიახ. აი მაგალითად უყვართ ხოლმე შუბის ვარიანტი. დიახ. გახეხილი სტაფილო ჭარხალი და ამ დროს ამბობს რომ აი მე ბოსტნეული მივიღე. ამ დროს ყველა მათგანი არის მოხარშული და უკვე არის ნახშირწყლების ჯგუფში. ძალიან საინტერესო. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ 70%-ს ხო თეფშის? როგორ შევავსო 70% ცილებით? ანუ რძის პროდუქტებში ცილაა, ხორცს პროდუქტებში ცილაა. ბოსტნეულში ცილა, ხილში ცილა. ანუ უკვე 4 ჯგუფი გვაქვს ჩვენ და თუ კი თეფშზე დავალაგებთ აი ამ 4 ჯგუფის წარმომადგენელს, უკვე 70% შეივსება. მე მგონი არ არის რთული. არ არის რთული, ნამდვილად არის. უბრალოდ მომზადების ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუნდაც ეს ცილოვანი პროდუქტი ხორცი. თუ შევწვით ის ჩვენ მცენარეულ ზეთში, მე მგონი უკვე აღარ არის დიეტური. უკვე რაღაც კალორიები ემატება. მოდით ესე ვთქვათ, თუ კი იქნება მჭლე ხბოს ხორცი იქნება, საქონლის ხორცი იქნება, არ არის მხოლოდ ესე. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ნამდვილად ვეთანხმები აი მიდგომებს, რაც აქვს ამერიკის მეიოს კლინიკის ცენტრის. ეს არ არის ერთთვიანი, ორთვიანი დიეტა. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი. მუდმივი კვება. მუდმივად უნდა იყოს ესე. არ არის აკრძალული ცხიმები ცალკე ჯგუფად არის გამოტანილი. უბრალოდ იქაც უკვე ვაკეთებ დიფერენცირებას. რა პროცენტი უნდა ეკავოს ჩვენს საკვებ თეფშზე ცხიმს? აი რა რაოდენობით მივიღოთ დღის მანძილზე? აი კიდევ თუ დიეტური რეჟიმი გვაქვს ერთი ერთეული, ანუ პროგრამის მიხედვით ეს რა შესაბამება დავუშვათ ერთი ერთეული არის ერთი სუფრის ковზი, ზეითუნის ზეთი. თუ დავუშვათ ზეითუნის ზეთი არ მინდა, ეს იქნება 30 გრამი ნაღები კარაქი. დავუშვათ, ხო? ანუ რეალურად აუკრძალოთ ყველაფერი ერთპიროვნულად არ ხდება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. ტკბილეულის ჯგუფიც კი ცალკე აქვთ გამოტანილი, თქვენ წარმოიდგინეთ. ტკბილეულის ჯგუფიც, ანუ ამ ჯგუფიდანაც ეკუთვნის პაციენტს ერთი ერთეული დღეში. მაგალითად, შეგვიძლია 30 გრამი შავი შოკოლადი დღეში, დიეტური რეჟიმის პირობებში და ეს არ ითვლება დაუშვათ რეჟიმის დარღვევად. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი პაციენტს ჩვენგან გავუშვებთ, რომ მას არ ერთპიროვნულად ეკრძალება ეს პროდუქტები, ხო, ჩამონათვალი. თით мотиваცია ეკარგებათ და შესაბამისად უკვე აი თვალებში ვატყობ ხოლმე უკვე აღარ აქვს სურვილი წამოვიდნენ ამ ყველაფერზე. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოვერგოთ მათ ცხოვრების წესს და ინდივიდუალურად შევუდგინოთ პროგრამის გათვალისწინებით მათი რეჟიმი. გასაგებია. ძალიან საინტერესოა. თქვენ ყველაფერს შეეხეთ, წყლის მნიშვნელობასაც შეეხეთ დასაწყისში, მაგრამ შემდეგ უკვე საკვებ რაციონზე გადავედით, რატომღაც მოდი შევეხოთ ამ წყლის მნიშვნელობასაც ორგანიზმისთვის. წყალი საკმაოდ აქტუალური საკითხია, რა რაოდენობით წყალი მივიღო. და აქვე დავძენ იმ ადამიანებს ურჩიეთ, მეც შევდივარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც წყლის დალევა ძალიან არ უყვართ. ანუ წყალი узმოზე რო დავლიო, მაქვს ბოდიშით, მაგრამ გულის შეგრძნება, ანუ ზიზღის გრძნობა მეწყება.
რადიკალიზმი არაფერში შედეგს არ გვაძლევს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია აი მკვებით რეჟიმის შერჩევაზე. წყლის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის რომ ეს რაოდენობა იყოს დაუშვათ 3 და 4 ლიტრი, ეს არასწორია. ანუ დაახლოებით 1 ლიტრი, ლიტრანახევარი ზამთრის პირობებში, ზაფხულში რა თქმა უნდა მეტად მოთხოვნილება, ვინაიდან თერმორეგულაცია აქვს გაძლიერებული და ჩვენ მეტ სითხეს გავცემთ, ვაორთქლებთ. ასეთ შემთხვევაში სასურველია თუ კი გავზრდით რაოდენობას, როდესაც არის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. მაგრამ ზამთრის პირობებში შეიძლება იყოს 1-1.5 ლიტრი. ძალდატანებით აუცილებლად დილით დავლიოთ ან აუცილებლად კონკრეტულ საათებში ესე არსად არ არის მოწოდებული. ჩვენმა ორგანიზმმა ყველაზე კარგად იცის, როდის სჭირდება მას წყალი. ანუ არ ეთანხმების. მაგრამ კონკრეტულად ის რომ აი ეს რაოდენობა ჩვენ უნდა შევავსოთ, ესეთი მიდგომა დღეს ანუ არ არსებობს სარწმუნო კვლევა, რომელიც მე მეტყვის დავუშვათ, რომ ეს ნამდვილად ესეა. და არც შედეგს არ გამოიღებს. იცით რა, სასურველია კიდევ ერთხელ ვამბობ, ნორმალური მაჩვენებელი, ეს არის 1-1.5. თქვენ ახლა არღოთ ნელ-ნელა სტერეოტიპს, თითქოს დღეში 4-დან 8 ליტრამდე წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა, გოგოები არიან, რომლებიც 9 ლიტრა წყალს ისოვენ დილით უზმოზე. გარკვეულ უკუჩვენებამდეც მივიდეთ, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღებაც წყლის განტვირთვის დღეებიც არის. განტვირთვის დღეები, აი აქვეც მინდა აღვნიშნო ეს თემა. განტვირთვის დღეები რატომაც გრძელდება უკვე 1 კვირა, 2 კვირა და იმის გამო რომ 2 კვირის თავზე მიაღწიოს სასურველ შედეგს, პაციენტი იღებს მხოლოდ მაწონს ან მხოლოდ კეფის. დიახ. აქვე ხაზგასმით მინდა ვუთხრა, ჩვენი თინეიჯერი თაობაა განსაკუთრებით პრიორიტეტული ამ ჯგუფში. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილებით გამდიდრებული რაციონი. და მხოლოდ ერთი პროდუქტი, მონოკომპონენტურ დიეტებს უწოდებთ მათ, არ არის გამართლებული. არავითარ შემთხვევაში. ამას თანსდევს რა? თანსდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ცილებით გაღარიბებულ პროდუქტებს. რასაც მიყავართ საერთო, ბოლო გვაქვს ის რომ არის დარღვევები და რასაც უკვე შემდეგ სჭირდება ღრმა ჩარევა. ასე რომ სასურველია თუ კი მოთმინებით მოვეკიდებით ამ საკითხს და ჩვენს ორგანიზმს მივცემთ საშუალებას ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით დავაკვირდეთ დინამიკაში, რატომღაც ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება, გვინდა 2-3 კვირაში დავიკლოთ, თუმცა აქვე ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, ეს არის უდიდესი სტრესი ორგანიზმისათვის, მკაცრი დიეტები, განსაკუთრებით მხოლოდ წყალი, მხოლოდ დავუშვათ მინერალური წყალი ან მხოლოდ ვაშლი 1 კილო და ასე შემდეგ. გასაგებია. იცით, ეხლა სამწუხაროდ რეკლამის დრო არის უკვე ჩვენს ეთერში. სულ მალე ჩვენ დავბრუნდებით, აუცილებლად გავაგრძელებთ. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ მსმენელს. უბრალოდ რამოდენიმე წუთით სარეკლამო ჭრა გვექნება, შემდეგ ისევ დავბრუნდებით დროებით. ყავს ქალბატონი ნინო ბერეკაშვილი, რომელიც ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის ცენტრი N-Medicine-ის ექიმი ენდოკრინოლოგი გახლავთ. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, წონის კორექციაზე. ქალბატონი ნინო საუბრობდა წყლის მნიშვნელობაზე და დავასრულოთ ქალბატონო ნინო წყლის მნიშვნელობაზე საუბარი. ანუ როგორც აღვნიშნე, ორგანიზმმა თვითონ თავად იცის რა რაოდენობით წყალი ჭირდება. სასურველია თუ მივიღებთ დღეში 1-1.5 ლიტრა წყალს. თუ ეს არის ზამთრის პერიოდი, თუ კი არის ზაფხული, ასეთ შემთხვევაშია სასურველია გავზარდოთ 2-3 ლიტრამდე. რაც შეეხება წყლის მიღებას, აი ვარჯიშთან მიმართებაში სასურველია, თუ კი ვარჯიშამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე არ მივიღებ და ვარჯიშის შემდეგაც ხა ძალიან თუ არ წყური, ანუ დიდი რაოდენობით წყლის მიღება არ არის სასურველი. ეს ეხება კვებასაც. ვარჯიშის პროცესში წყლის მიღება მცირე რაოდენობით უბრალოდ პირის სიმშრალის შემთხვევაში გამოივლოთ პირში ეს სპორტსმენი. და რამდენად სწორია ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია 1 ჭიქა წყლის დალევა, თუნდაც 9 საათით ადრე მაინც. 9 საათით ადრე შეგიძლიათ.
ანუ მე ვამბობ უშუალოდ, როდესაც დაასრულებთ ვარჯიშს ამ დემოკლეს. შეგვიძლია თუ სავალდებულოა? სავალდებულო არ არის. იცით რა, ესე კონკრეტულად რაღაც არის სავალდებულო, ეს არ არის სწორი მიდგომა. არ არსებობს ამის დადასტურებული სარწმუნო კვლევები. რაც შეეხება კვების რეჟიმს, ანუ სასურველია კვება, თუ კი არ იქნება ფიზიკურ დატვირთვამდე 40 წუთით ადრე და ვარჯიშიდან 40 წუთის შემდეგ. გვესაუბრეთ კვების რეჟიმზე, საათობრივ კვებაზე რა აზრის ბრძანდებით, რამდენად მნიშვნელოვანია საათობრივი კვება? საათობრივ კვებას შემიძლია თქვა უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რატომ? ხშირად მე მიწევს ხოლმე მთელი ჰორმონალური მექანიზმების ახსნა პაციენტთან, რათა დავარწმუნო და მივცე არგუმენტაცია თუ რატომ არის ასეთი დიდი მნიშვნელობა, რატო ენიჭება კვების საათებს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ საკვებს, ამ დროს ორგანიზმში შემოდის გლუკოზა, ხო? ეს არის ორგანიზმისთვის საკვები მასალა. რა უნდა მოხდეს შემდეგ? რა ბიოქიმიური ცვლილებები ვითარდება? ანუ გლუკოზა უნდა მოხდეს უჯრედში, დაიშალოს და გარდაიქმნას ენერგიად. ეს არის არსი, რატომაც იკვებება ადამიანი. მაგრამ თუ კი ჩვენ გავიღვიძებთ დაუშვათ 8 საათზე, მაგრამ პირველი კვება დაგვავიწყდა და წავედით სამსახურში და გაგვახსენდა სადღაც 12 პირველ საათზე და როგორც წესი, ეს ჩემს წიროდესაც პაციენტებზე 80%-ში პირველი კვება არის ყავა, შეიძლება პეჩენი ან რაღაცა შოკოლადი და შემდგომი კვება ეს არის დაახლოებით შუა დღე, ანუ ერთი სრულფასოვანი კვება არის შუა დღე. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხდება მთელი რიგი ფერმენტების, ნაღლოვანი მჟავის, ინსულინის გადმოსროლა შესაბამისი ორგანოებიდან. ანუ რეალურად ფერმენტული ცვლა, ნივთიერებათა ცვლის ტემპი არის დაქვეითებული. ალბათ სწორედ ეს წოს ის კუჭის წვას, რასაც უჩვენს ძალიან ბევრი. ჩივილები მოდის არა მხოლოდ საჭვლის მომნელებელი სისტემის მხრივ, იგივე ნაღლის ბუშტის გაღიზენება და ასე შემდეგ, არამედ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მიზეზი წონაში მატების, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასაქმოთ ჩვენი ორგანიზმი, ასე რომ ვთქვათ, უფრო მარტივ ენაზე რომ ვისაუბროთ, დილიდან, ანუ პირველი კვება უნდა იყოს დაახლოებით 8-9 საათი. 4 საათიანი ინტერვალი გვჭირდება კვებიდან კვებამდე. პირველი კვება დაუშვათ 8 საათი, ანუ 9 საათი. შემდეგი კვება პირველი საათი, შემდეგი კვება 5 საათი და საღამოს კვება, ის რომ 6 საათის შემდეგ არაფერი არ მივიღოთ და ასე შემდეგ. შეგვიძლია ბოლო კვება იყოს თუ კი პაციენტი დაუშვათ დაკავებულია, უწევს კომპიუტერთან, ტელევიზორთან ყოფნა პირველამდე, ორამდე, მოგეხსენებათ ესეთი ცხოვრების რიტმი გვაქვს. ლამის მეორე სამუშაო დრო იწყება დღის მეორე ნახევრიდან გვიან ღამემდე, ძნელია ხო პაციენტი 6 საათის შემდეგ საერთოდ არაფერი არ მიიღოს. შეუძლია დაახლოებით 20 საათზე ეს იქნება ხილი ან დაუშვათ გაღარიბებული მენიუ, იგივე მაწონი ან კეფირი ან ხილის კომბინაცია. ასეთ შემთხვევაში რას ვიღებთ ჩვენ? პაციენტი არის მაძღარი, რეალურად 4ჯერადად იკვება, არის მაძღარი. ასეთ პაციენტში ნივთიერებათა ცვლის ტემპი არის ბევრად მაღალი, იმიტომ რომ გადმოისროლა შესაბამისმა ორგანოებმა ფერმენტები, ჰორმონები და მიდის ბიოქიმიური პროცესები, ანუ წვის პროცესები, ჟანგვითი პროცესები, მეტაბოლური ცვლა არის, მისი ტემპი არის მაღალი. თუ კი იქნება მხოლოდ ერთი საკვები მსმენიათ ალბათ, ხო? აი ჩემი დაქალი იკვებება 4ჯერ და დაუშვათ წონაში არ იმატებს, მე მხოლოდ ერთხელ ვიკვებები და ვიმატებ. აი, პასუხი ამ ყველაფერზე. ამიტომ გჭირდება ესეთი რეჟიმი. ჩვენ პასუხი გჭირდება აუცილებლად მწვანე ყავაზე, ჯინჯერზე, თქვენი შეხედულებები და რამდენად მართებულია ადამიანების მხრიდან აი ესეთი ატაცება, თითქოს მწვანე ყავა აუცილებლად გაგახტუნებს და ჯინჯერი. ატაცება, კარგი სიტყვა, ზუსტად საქმე ატაცებასთან გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, კონკრეტულად ერთი პროდუქტი საქმეს ვერ გადაწყვეტავს. როდესაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ უფრო რთულ მექანიზმებზე, ხო, რაც შეიძლებოდა რადიოეთერით გვეთქვა. ჯინჯერიც შეიძლება ითქვას, მას აქვს გარკვეულად ეფექტი ნივთიერებათა ცვლის ტემპზე, ანუ აჩქარებს პროცესებს, იგივე ჟანგვით პროცესებს, იგივე შემიძლია ვთქვა კოფეინზე. კოფეინი ეს იქნება მწვანე ყავაში თუ მოხალულ ყავაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შემადგენელი ნაერთი. ნუ არის კვლევები, იქ არის მჟავები გარკვეულწილად მწვანე ყავაში, რომელიც თითქოს დაახდენს გავლენას აი ამ ცხიმოვან ცვლაზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, დადასტურებული კვლევები არ არსებობს. ანუ კოფეინი არის
არის ის აქტიური ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს აი ამ ნივთიერებათა ცვლის ტემპის აჩქარებას. ჯინჯერის შემთხვევაშიც ეს არის აქტიური მეტაბოლური ნაერთები, რომელიც იგივე საქმეს აკეთებს. ანუ ასე რომ ვთქვათ, ეს არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი ჯანსაღი კვების, თუ ჩვენ ჩავთავთ იგივე ჯინჯერს, და არ იყოს მონოკომპონენტური დიეტა მხოლოდ ჯინჯერზე და მწვანე ყავაზე. გასაგებია. მოდი შევეხოთ აუცილებლად მედიკამენტები, აი ეს გასახდომი ჩაის სახით არსებობს, აბებიც არსებობს, არ გვინდა ეხლა ამაზე დაკონკრეტება. შეეხეთ ამ თემასაც, რამდენად ეფექტური არის და ანტიცელულიტური კრემები აუცილებლად გვინდა რომ მოვასწროთ, რადგან აი მე რეკომენდაციას უფრო გავუწევდი ანტიცელულიტურ კრემებს, ვინაიდან მათ შეუძლიათ გარკვეულწილად ადგილობრივად იმოქმედონ ნივთიერებათა ცვლაზე, სწორედ ამ სისხლმომოქცევის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს, რაც შეეხება ჩაი კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი დასახვეწი არის უამრავი სახეობის ჩაი. დაწყებული ჩინური, კორეული უამრავი რაოდენობა, რომელიც არის შემოტანილი ბაზარზე. მე მაგალითად ვურჩევდი თავი შეიკავონ მსგავსი გასახდომი ჩაებით, ასე რომ ვთქვათ, ჩართონ დღის რაციონი. უმჯობესია, მოდით ესე გეტყვით, იგივე პიტნის, მწვანე ჩაი, ანუ ეს ასე რომ ვთქვათ, სცენარები იყოს ჩართული, ვიდრე გაურკვეველი წარმოშობის გასახდომი ჩაი. იცით რა, გადაცემის დასასრულს ესეთი რაღაცა პატარა დასკვნასავით გამოვიტანე, რომ ანუ ადამიანს ურჩევნია, თქვათ იმ ერთნაჭერ იგივე ხაჭაპური იქნება თუ შემწვარი ხორცი იქნება, ცხიმით გაჟღენთილს, ამის ჭამას მიირთოს უფრო მეტი რაოდენობით, თქო ჯანსაღი საკვები, იგივე მოხარშული სახით, იგივე უმის სახით ბოსტნეული. გავაკეთოთ შედარება, როგორც ჩემი პაციენტს ვეუბნები. დაუშვათ არის დაბადების დღეზე და აქვს თებში. საინტერესო იქნება. მოკლედ, გავაკეთოთ ესე 30% უნდა იყოს ნახშირწყალი. ნუ ხა დაბადების დღეზე არ გვექნება ჭვავის პური, ხო? ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია პატარა ნაჭერი ხაჭაპური დაუშვათ, ხო? შემდეგ ჩვენ ოღონდ ეს უნდა იყოს თხელი ნაჭერი. დანარჩენი 70% როგორ ვავსებთ? ანუ ხორც პროდუქტებიდან დაუშვათ ავიღეთ მწვადი, ან მოხარშული დაუშვათ ხორცის ვარიანტი, ვიდრე დაუშვათ ჩანახი, რომელიც არის რამოდენიმე სართულით, ხო? მაიონეზებით გაჟღენთილი. ანუ ავირჩიე ხორცი, ავირჩიე იმერული ყველი, ავირჩიე კიტრი პომიდორი სალათა და არა დაუშვათ მაიონეზიანი სალათები. და ბოლოს ერთი დაუშვათ რომელიმე ხილის კომპონენტი. ესე შევავსე 70%. ანუ მაიონეზიც არ შეიძლება, რაღაც სამარხო მაიონეზი ნაკლებთან შეიცავს. არის მაიონეზების ძალიან დიდი ასორტი, თუმცა მე მაინც ურჩევ რომ თავი შეიკავონ ჩვენო პაციენტებმა. შეიძლება ერთი სუფრის კოვზი დაუშვათ, თუ კი თქვენთვის აბზადებთ სალათას. შეგიძლიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გაურკვეველი წარმოშობის ცხიმებით გაჟღენთილი, რომელიც ნაღლის ბუშს საკმაოდ ახასიათებს. სწორედ ამიტომ გეკითხებით, სმეტანა შეიძლება ჩავრთოთ მაიონეზის ნაცვლად? ყველაზე სასურველი იქნება ზეითუნის ზეთი და ლიმონი. ზეითუნის ზეთი და ლიმონი გასაგებია. ასევე ერთი კითხვას და ეს ალბათ ბოლო კითხვა იქნება, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება სამწუხაროდ. აქვს თუ არა მნიშვნელობა იმ თემს, საკვების ვიზუალს, რითაც მივირთმევთ და რასაც მივირთმევთ განწყობისთვის. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ვიზუალი, ესთეტიკური მხარე, რას ნიშნავს დიეტის დროს? გვესაუბრეთ. ძალიან კარგი კითხვაა. ნამდვილად ესეა, განწყობისათვის ჩვენ შეგვიძლია უფრო ლამაზად მოვირთოთ და უშვათ ჩვენი თებში, მაგრამ გვანცა ისევ იმ რეალობამდე მივდივართ, ხო? ჩვენ რაც არ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი თებში, დღევანდელი ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, შეიძლება დროც არ ქონდეს ჩვენ პაციენტს თებში გაალამაზოს. მე ყოველთვის რეალობა მირჩევნია ვთქვა, ვიდრე დაუშვათ გაალამაზებული რაღაც სამყარო, ხო? ეს არის ჩვენი რეალობა, ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში და ამიტომ მე ვურჩევ ჩვენს მსმენელს შეიყვარონ კონტეინერები. აი საათობრივი რეჟიმი ვთქვით, ხო? საათობრივი რეჟიმი. დაუშვათ 9 საათზე სახლშია. პირველზე და 5 საათზე სამსახურშია. ესე იგი მან ჩანთით უნდა წაიღოს 2 კონტეინერი. კონტეინერი შეავსოს ზუსტად თებშის პრინციპის მიხედვით. ანუ 70% ცილოვანი პროდუქტი, 20 ნახშირწყლები. გასაგებია. მე პირადად თუ კი მიწევს რამოდენიმე კლინიკაში მუშაობ და თანამშრომლობ, შესაბამისად ჩემი ჩანთად საკმაოდ ტევადი ხდება, თუ კი ეს საათები არა ვარ სახლის პირობებში. კონტეინერის რაოდენობა
იზრდება. ანუ 30% ნახშირწყლები, 70% ცილები. ცილოვანი პროდუქტი. ძალიან მარტივი არის ეს პატარა ფორმულასავი თუნდა გქონდეს გონებაში და ეს გავხადოთ ყოველდღიურობაში გადავიტანოთ. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, იმისთვის რომ ეს ფორმულა კარგად გამოიყენოთ, თქვენ გჭირდებათ ერთჯერადად გაიაროთ აი ესეთი ტრეინინგი და შეისწავლოთ რა არის ნახშირწყალი და რა არის ცილა. აი სწორედ მეიოს პროგრამა ძალიან კარგად მეხმარება ამ პაციენტებთან, მე გადავცემ ხოლმე ამ პროგრამას და მისი ადგილი როგორც წესი სამზარეულოშია შემდეგ. გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. იმ მსმენელს, რომლებიც გვიკავშირდებოდნენ ბოლო წუთებზე, მინდა ბოდიში მოვუხადოთ, სატელეფონო ჩართვა ვერ მოხერხდა. მე მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც წარმოუდგენლად ეჩვენებათ გახდომა. ჩემო ძვირფასო მსმენელო, თქვენ ამას შეძლებთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის, ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს, ნუ დაყრით ფარხმალს, იბრძოლეთ შედეგისთვის და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. გადაცემა იქნება მასტიმულირებელი დღევანდელი თქვენი სურვილისა. დიდ მადლობას მოვახსენებ კიდევ ერთხელ ჩვენ სტუმარს. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. თუ კი რაიმე მაინც წაადგება ჩვენს მსმენელს დღევანდელი ჩვენი ეთერი, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები ამით. ჩვენც ასევე დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი რაც იყო, ჩვენ ეს შევასრულეთ და გადაცემა შედგა. მადლობთ თქვენ და წარმატებებით თქვენს გადაცემას. კარგად ბრძანდებოდეთ.